რადიკალური ოპოზიციის ანტიამერიკული კამპანია გრძელდება. მეორე დღეა თეთრი სახლის ლიდერი ქართული ოპოზიციური სპექტრის კრიტიკის ობიექტია. დონალდ ტრამპის მიმართ ისმის შეურაცხმყოფელი განცხადებებიც. ტრამპს რომ დამყარდეს სამართლიანი მშვიდობა უკრაინაში, ეს არის ჩემი აზრით ის, რასაც არა მხოლოდ ახლა უკრაინა იქნება ამით კმაყოფილი, არა მხოლოდ ევროპა, არა მხოლოდ აშშ და არამედ საქართველოც იქნება რა თქმა უნდა ამით კმაყოფილი, რომ სამართლიანი მშვიდობა დამყარდეს უკრაინაში. მისი განცხადებები ტრამპს არის ხოლმე ესეთ ხმაურიანი და სკანდალური ხშირ შემთხვევაში, თუმცა ეს მიზანი და დღის წესრიგი მისი არ შეცვლა. ჩვენი საქმე არ არის იმის გარჩევა თუ ტრამპი ვის რას უწოდებს და რას როგორ მიიჩნევს. ეს არის ამერიკის და უკრაინის ორმხრივი ურთიერთობების საკითხი. მე დარწმუნებული ვარ, რომ მიიღწევა მშვიდობა ისე რომ უკრაინის ყველა ეროვნული ინტერესი იქნას გათვალისწინებული. მარიონეტული ჯგუფი, საკმაოდ აგრესიული, კარგად დაფინანსებული, რომელმაც ეხლა ასეთი მითითება მიიღო. ჩვენთვის ეს არის არა ოპოზიცია, თუნდაც რადიკალური ოპოზიცია, არამედ ეს არის საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა შეთქმულთა აგენტურული ჯგუფი. ახლა როგორც ეს მიიღეს გავალება, რომ უკვე ღია კრიტიკა უნდა დაიწყო პრეზიდენტი ტრამპი, ღია დაიწყეს არ მხოლოდ კრიტიკა, არამედ მათ შორის შეურაცხყოფა. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია არ მხოლოდ საელჩო და სხვა ხელიდანაც იღებს ინფორმაციას რეალურად რას ნიშნავს საქართველოში რადიკალური ოპოზიცია, ვის და რას ემსახურებიან და რა ძალების დასაყრდენს წარმოადგენენ ისინი ამ ქვეყანაში. ქართველი რადიკალები არიან სრულიად დემორალიზებული, დამარცხებული საბოლოოდ და ის რასაც ეს ხალხი ჩადის დღეს პირდაპირ არის ანტიამერიკული განწყობები ცდილობენ ისინი ლანძღავენ შეერთებული შტატების პრეზიდენტს მის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს არიშურებენ უშვერ სიტყვებს და საკუთარ თავის გამოვლენას და ლუსტრაციას კიდევ ერთხელ ახდენენ.